მოგესალმებით. მე ვარ ნინა შონხოფი, ბედური ასტროლოგი და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვილაპარაკებთ სახლებზე, ასტროლოგიურ სახლებზე ნატალურ რუკაში. თუ თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი ნატალური რუკა და დაინახეთ იქ რაღაცა 4 კუთხედები და 3 კუთხედები და არაფერს არ გეუბნებათ, მაშინ ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ დეტალურად რა არის ნატალურ რუკაში სახლები. და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგაწვით ინფორმაციას, რომ შეძლოთ თქვენი ნატალური რუკის წაკითხვა. ესე იგი, როდესაც ვაკეთებთ რუკას, თქვენ დაინახავდით არაბულ რიცხვებს, რომლებიც ჩაწერილია ამ 4 კუთხედებში. ეს არის ზოდიაქოს ნიშნები. ეს არ არის სახლების დანომრვა. სახლები ყოველთვის ყველა სახლს საკუთარი ნომერი აქვს და არის ფიქსირებული. მაგალითად, ეს პირველი რომბი ყოველთვის არის პირველი სახლი. შემდეგ მოდის მეორე სახლი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ასე შემდეგ მე-12-მდე. სულ არის 12 სახლი. ეხლა რას ნიშნავს ეს სახლები? ესე იგი, ჩვენი ცხოვრება იყოფა სხვადასხვა სფეროებად და სახლებს მიეკუთვნება ჩვენი ცხოვრების კონკრეტული სფეროები. ყველაფერი, რაც არსებობს დედამიწაზე, ყველაფერი, რომელიღაც სახლს ეკუთვნის, წარმოიდგინეთ. ჩვენ ვისაუბრებთ უბრალოდ აი მთავარ ძირითად ფუნქციებზე ამ სახლების და შემდეგ განზოგადებით შეიძლება ყველაფერი მივაკუთვნოთ რომელიღაც სახლს. ყველას რუკაში სახლებს აქვთ გარკვეული თანმიმდევრობა. პირველი სახლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი. ეს არის სახლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს ვინ ვართ ჩვენ. ეს არის ჩვენი სახე, ასე ვთქვათ, ამ სამყაროში. ეს ვართ ჩვენ, პირველი სახლი ვართ ჩვენ. ის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც პირველ სახლში ხვდება, ახდენს ჩვენზე ყველაზე მეტ გავლენას. ანუ არა მზის ნიშანი, არა მთვარის ნიშანი, არამედ აი პირველ სახლში, რომელიც ზოდიაქოს ნიშანიც ხვდება, ის ზოდიაქოს ნიშანი ვართ უმეტესწილად ჩვენ. ასევე პირველ სახლში არის ყოველთვის ასცენდენტი. ასცენდენტი არის ეს წერტილი, რითიც ეს რუკა მიმაგრებულია, ასე ვთქვათ, ცისის სურათი, რომელიც იმ დღეს გადავიღეთ, მიმაგრებულია ჩვენს რუკაზე. ეს არის წერტილი, არის ასცენდენტი და ეს არის ყველაზე მგრძნობიარე წერტილი ჩვენს რუკაში. ასევე პირველი სახლი არის დაბადება. პირველი სახლს ეხება პიროვნების ყველაზე ესეთი თვისებები, რომლებიც ყველაზე ფუნდამენტურია ადამიანში. პირველი სახლი არის ასევე სულის აღმნიშვნელი. ის პლანეტები, რომლებიც პირველ სახლშია განლაგებული, ახდენს ჩვენზე ყველაზე დიდ გავლენას, ანუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მფლობელთან ერთად. თუ გაქვთ პლანეტები პირველ სახლში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სურათი სამყაროში უფრო დიდია, ანუ უფრო მეტად ჩანხართ სამყაროში. პირველ სახლში პლანეტების ქონას აქვს გარკვეული პლუსიც და აქვს მინუსიც. პლუსი ის არის, რომ ჩვენი ენერგია კიდევ უფრო დიდია და უფრო ფართოვდებით და მინუსი განაპირობებს იმას, რომ ესე იგი, რამოდენიმე პლანეტის ენერგიასთან გვიწევს, ასე ვთქვათ, ერთი პლანეტის ენერგია კი არ ვართ, რამოდენიმე პლანეტის ენერგია ჩვენში შეზავებული. და ეს პლანეტები თუ ერთმანეთთან მეგობრულად არიან დამოკიდებული, შედარებით ჰარმონიულად არიან, მაგრამ შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან მტრულად დამოკიდებული და ცდილობენ ერთმანეთის შევიწროებას. ამიტომ ადამიანს შეიძლება ქონდეს რაღაცა წინააღმდეგობრივი ხასიათი, როდესაც პლანეტები გვაქვს პირველ სახლში. მეორე სახლს ეხება რესურსები. ყველანაირი რესურსები არის მეორე სახლი. როდესაც პატარა ვართ, რესურსები არის საკვები, როდესაც ვიზრდებით, რესურსები არის ფული, მაგალითად, ხო? მეორე სახლზეა დამოკიდებული, რამდენ რესურსებს მოიპოვებს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში. რამდენად ადვილად მოიპოვებს რესურსებს მეორე სახლზეა დამოკიდებული. თავისი რწმენა წარმოდგენები, რომ ადვილად უნდა შემოდიოდეს მასთან ფული თუ არა. ასევე მეორე სახლი ეს არის ლაპარაკიც, ყველაფერი რაც პირს ეხება, ლაპარაკიც, ჭამაც მეორე სახლია.
საჯარო გამოსვლებით შესაბამისად ლაპარაკთან არის კავშირში და მეორე სახლი არის ასევე ოჯახი, სადაც დავიბადეთ, ანუ დედა, მამა და ძმები, ეს არის მეორე სახლიდან ჩანს ეს. რაც შეეხება მესამე სახლს. მესამე სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახლი, მას ეხება კომუნიკაცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის მესამე სახლის გამბედაობა. აი, რამდენად გაბედული ვართ და რამდენად ბევრის გაკეთება შეგვიძლია სამყაროში, დამოკიდებულია მესამე სახლზე. თუ მესამე სახლში რაღაც პლანეტა, რომელიც სიმამაცესთან არის კავშირში, ადამიანი განსაკუთრებით მამაცია, მაგრამ თუ ჩემაფერხებელი პლანეტა, პირიქით უჭირს რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. ასევე მესამე სახლი არის ხელები, ყველანაირი ხელოვნება, რომელიც ხელებთან არის დაკავშირებული, წერა, ხატვა, ხელსაქმე, რაღაც ხელით ნაკეთი ნივთების კეთება. ასევე მესამე სახლს ეხება ჩვენი ანალიტიკური გონება და დაძმები ჩანს მესამე სახლიდან და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგალითად ახლო მანძილზე მოგზაურობა ჩანს მესამე სახლიდან, მაგალითად მეზობლები ჩანს მესამე სახლიდან. ანუ მე გისახელებ მხოლოდ ძირითად მნიშვნელობებს, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ დაახლოებით რას ეხება ეს სახლი, თორემ ამ მნიშვნელობების გარდა, რომელსაც მე გისახელებთ, კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სახლს. რაც შეეხება მეოთხე სახლს. მეოთხე სახლი არის კავშირში ყველაზე მეტად ჩვენს ქვეცნობიერთან. ჩვენი შინაგანი სამყარო არის მეოთხე სახლი. აი, პირველი სახლი თუ ვართ ჩვენ, ისეთი როგორც ვჩან ვართ სამყაროში, მეოთხე სახლი ეს არის ჩვენ მეოთხე სახლი იციან ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა, რომ ანუ ახლოს თუ არ ვიცნობთ ადამიანს, მის მეოთხე სახლზე შედარებით ნაკლები წარმოდგენა შეიძლება გქონდეს. მეოთხე სახლი არის დედა, ყველაფერი ას დედასთან კავშირშია. ასევე არის სახლი, სადაც ცხოვრობთ. კომფორტი ყველანაირი არის მეოთხე სახლი. უძრავი ქონებაც მეოთხე სახლია. კომფორტთან კავშირში არის მანქანა, მაგალითად სატრანსპორტო საშუალება და მეოთხე სახლიდან ჩანს მანქანაც ადამიანის ცხოვრებაში. და ყველაზე ისეთი მნიშვნელობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეცნობიერი, ანუ ჩვენ რამდენად წვდომა გვაქვს ქვეცნობიერთან, მეოთხე სახლში ჩანს ხოლმე და ასევე აი ფიზიკური სხეულიდან მეოთხე სახლი არის ეს მკერდის არე და ბედნიერების განცდა, რამდენად შეუძლია ადამიანს, ესეც მეოთხე სახლთან არის კავშირში. მეხუთე სახლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური სახლი რუკაში და მეხუთე სახლს ეხება ყველაფერი, რის იკეთებაც გვიხარია, რაც გვეხალისება. ნებისმიერი ჰობი არის მეხუთე სახლთან კავშირში. მეხუთე სახლთან კავშირშია ასევე ასტროლოგიაც. და ასტროლოგია ორ სახლთან არის კავშირში, მერვე სახლთანაც არის კავშირში და ჯიოტიში საიდუმლო ტექნიკები უფრო მერვე სახლთან არის კავშირში და ასტროლოგია ის რაც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასევე მეხუთე სახლის მნიშვნელობებიდან მნიშვნელოვანია ბავშვები და სასიყვარულო ურთიერთობები, ოღონდ აი ფლირტის დონეზე. ფლირტი ჩანს მეხუთე სახლიდან. მეექვსე სახლის საწინააღმდეგოდ არის ყველაფერი ის, რის იკეთებაც გვეზარება საერთოდ. მეექვსე სახლი არის რუტინა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი მოვალეობები, დაავადებები, მეექვსე სახლია ომი, მტრები, მეექვსე სახლია საავადმყოფო მაგალითად დაავადებებთან კავშირშია და მეექვსე სახლია ვალებიც მეექვსე სახლს წარმოადგენს. ანუ აი მსახურება, როდესაც შენ რაღაც იკეთება დიდად არ გეხალისება, მაგრამ შენ მოვალეობად თვლი, რომ ეს გააკეთო. და ყოველდღიური მოსაწყენი, ასე ვთქვათ, რიტუალები, მაგალითად კბილების გახეხვა არის მეექვსე სახლი. მეშვიდე სახლი
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სახლია და პირველი სახლის პირდაპირ მდებარეობს, ანუ პირველი სახლი თუ ვართ ჩვენ, მეშვიდე სახლი არის ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ პირისპირ დგას. მეშვიდე სახლი არის პარტნიორი და აქ იგულისხმება ყველანაირი პარტნიორი. მეუღლეც მეშვიდე სახლია და ბიზნეს პარტნიორიც მეშვიდე სახლია. ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც ესე ერთ-ერთზე კონსულტაციას უწევენ ადამიანებს, მეშვიდე სახლია აქ აქტიური. მერვე სახლი ეს არის ყველაზე ესეთი შაუბნელი წერტილი რუკაზე, სადაც არის გაერთიანებული სიკვდილი, უბედური შემთხვევები, ასევე არის ძალიან ღრმა ცოდნა, მაგალითად, საიდუმლო ცოდნა არის მერვე სახლი, სექსი მერვე სახლია და ბევრი სხვადასხვა ესეთი უსიამოვნო ადამიანებისთვის უსიამოვნო თემა არის მერვე სახლთან დაკავშირებული. მეცხრე სახლი ეს არის ცოდნა, ეს არის რელიგია, ფილოსოფია, მოგზაურობა შორმანძილზე, იღბალიც მეცხრე სახლს უკავშირდება, წმინდა ადგილები, მამა მეცხრე სახლს უკავშირდება მაგალითად და ასე შემდეგ. მეათე სახლი, პირველ სახლთან ერთად კიდევ მეათე სახლიც განაპირობებს იმას, თუ რამდენად ჩანვართ სამყაროში. მეათე სახლი კლასიკურად არის პროფესია, ანუ სამსახურთან კავშირში არის მეექვსე სახლთან ერთად, მეათე სახლიც, ოღონდ მეექვსე სახლში თუ უბრალოდ მსახურება, სადღაც როდესაც ადამიანი მსახურობს და თავისი საქმე არ აქვს, თავისი ეს გამოუკვეთილი პროფესია არ აქვს. მეათე სახლი ეს არის, როდესაც ადამიანი საზოგადოებაში ჩანს. მეათე სახლიდან ჩანს კარიერული აღმასვლა. აქ არის აი კლასიკური პროფესიები, მაგალითად ადვოკატი, ექიმი, კლასიკური პროფესიები ჩანს მეათე სახლიდან. და ასევე რამდენად დიდზე ჩანს ჩვენი სურათი სამყაროში, ესეც მეათე სახლიდან არის. მე-11 სახლი საკმაოდ პოზიტიური სახლია და მე-11 სახლს ეხება შემოსავლები, ეხება ასევე გართობა, ყველანაირი გასართობი ბიზნესი, მაგალითად ნებისმიერი ადგილი, სადაც ადამიანები ჯგუფურად ერთობიან, არის მე-11 სახლი. ეს არის ასევე სოციუმი, მე-11 სახლი, ასევე არის მეგობრები. მე-11 სახლს ეხება და მე-12 სახლიც ესეთი საინტერესო სახლია. პირველი სახლი თუ არის ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, მე-12 სახლი არის ყველაფერი, რაც ჩვენ არა ვართ. ანუ პირველი სახლი არის მაგალითად სხეულთან კავშირში ყველაფერი და მე-12 სახლი არის სხეულიდან გასვლა, პირიქით, აი მიღმიერი სამყაროების შეცნობა. მე-12 სახლი არის მედიტაცია. მაგრამ ასევე არის მე-12 სახლი ქველმოქმედებაც, დამოკიდებულებები, მე-12 სახლია. არაჯანსაღ დამოკიდებულებებს გულისხმობ. ძილიც მე-12 სახლია, იმიტომ რომ ძილში გავდივართ სხეულიდან და არაცნობიერი ვართ. ყველაფერი, რაც ცნობიერების შეცვლას უკავშირდება, ხო, აი ნარკოტიკებიდან დაწყებული, მედიტაციით დამთავრებული, ყველაფერი ცნობიერების შეცვლაა და ყველაფერი უკავშირდება მე-12 სახლს. ესე იგი, ეს მნიშვნელობები იყო, ძირითადი მნიშვნელობები, რომელიც აი უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ ნებისმიერ სახლზე. შემდეგ მე ასევე ჩაგიწერთ ვიდეოებს, სადაც მოგიყვებით სახლების კლასიფიკაციას, სხვადასხვა კლასიფიკაცია აქვს სახლებს, სხვადასხვა ხასიათი აქვთ, ასე ვთქვათ. და უფრო ღრმად ჩავწუდებით სახლების არსს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ხედავთ თქვენ რუკაზე, რომ რომელიმე სახლში არის ბევრი პლანეტა, მაგალითად ხედავთ, რომ მეათე სახლში არის 4 პლანეტა ან რაღაც ესეთი, ეს იმას ნიშნავს 100%-ით, რომ ეს სფერო თქვენს ცხოვრებაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თუ პლანეტა არა გაქვთ რომელიღაც სახლში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სფერო თქვენს ცხოვრებაში გამოტოვებულია. თუ პლანეტა არ გაქვთ, ეს სახლი ეკუთვნის იმ პლანეტას, რომელიც არის ზოდიაქოს ნიშნის მფლობელი, რომელსაც ეკუთვნის ეს სახლი.
მაგალითად თქვენს რუკაში დაინახავთ, რომ კუთხეებში აწერია არაბული რიცხვები. ეს არაბული რიცხვები ნიშნავს ზოდიაქოს ნიშნებს. მაგალითად, თუ პირველ სახლში თქვენთან წერია სამიანი, ეს ნიშნავს, რომ პირველი სახლი ეკუთვნის ტყუპებს. მეორე სახლში თუ წერია კირჩხიბი, ოთხიანი, ეს ნიშნავს, რომ მეორე სახლი ეკუთვნის კირჩხიბს და ასე შემდეგ. ანუ ხშირად ეშლებათ ადამიანებს, რომ აი სახლები თუ ფიქსირებულია და ყოველთვის პირველი სახლი პირველია და მეორე მეორეა, სხვადასხვა დროს, როდესაც ვწერთ და ზოდიაქოს ნიშნებს ხედავენ, ზოდიაქოს ნიშნების რიცხვებს, შემდეგ ერევათ, რომ შეიძლება ეს სახლის აღმნიშვნელი იყოს. ესე არ არის, რადგანაც ფიქსირებულია სახლები, ხო? არასოდეს, როდესაც რუკას გააკეთებთ, იქ არ ჩანს და დანომრილი არ არის სახლები. მაგრამ სამაგიეროდ არის დანომრილი ზოდიაქოს ნიშნები. ზოდიაქოს ნიშნები, როგორც დასავლურში, იცით, მიმდევრობა, ვერძიდან დაწყებული, თევზებით დამთავრებული, ასევე არის ვედურშიც. მაგალითად, პირველ სახლში თუ წერია 12 ქვემოთ, არაბულად, ეს ნიშნავს, რომ თევზები არის თქვენი პირველი სახლის მფლობელი. კითხვები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და გიპასუხებთ და ასევე ჩაგიწერთ სხვა საინტერესო თემებზეც ვიდეოებს. მადლობთ.